დღესდღეობით დაახლოებით 7.5-ზე დაურეკეს აცნობეს ჩვენი პარტიის წევს შეხვედრების ჯგუფის კოორდინატორს ჩვენ ოფისი იყო გატეხილი. არის წაღებული 2 კომპიუტერი. ჩემი აზრი ასეთია, რომ ეს არის ზუსტად საეჭვოა ის გარემოება, რომ იმ ქალაქში სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი ატარებს 5 დღეს, თურმე ისევ თუ ვინმე დაიჯერებს, მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ კომპიუტერების გამო ტყდება ოფისები. და ზუსტად ეს შინაგან საქმეთა მინისტრი ტრაბახობს, რომ კრიმინალი აღარ არსებობს ჩვენს ქვეყანაში. დღეს გატეხის კომპიუტერია წაღებული, ეს არის ჩემის აზრით წაღებული მხოლოდ იმის გამო, რამე ინფორმაცია ამოიღო. მე მინდა ყველამ კარგად იცოდეს, რომ ამ კომპიუტერში არანაირი განსაკუთრებული ინფორმაცია არ ინახება. ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს, რასაც ვაპირებთ საჯაროთაც ვიძახი და ეხლაც ვიტყვით, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დემოკრატიული არჩევნებით უნდა დავამარცხოთ ნაციონალური მოძრაობა და ასეთი ძალიან დაბალი ფაქტებით ვერ შეგვაშინებენ, ჩვენ ხალხს ვერ დააშინებენ მაინც, სულ ქუჩაში მოგვიწვიოს მუშაობა, ჩემს სახლში ჩავალთ საკუთარ ბინაში და იქ მაინც მოვუგებთ არჩევნებს. ასე რომ ეს დიდ დარაფის არ წვითავს ჩემის აზრით. პოლიცია თუ ამოსული? პოლიცია მოსული მდინარეობს გამოძიებები და როგორც იმ ქვეყანაში სადაც არაფერი არ არის გამოძიებული, მე მგონი ესეც არ იქნება გამოძიებული. ანუ აღნიშნული კომპიუტერი არანაირი ღირებული ინფორმაციას არ არანაირი ჩვეულებრივი უბრალო კომპიუტერი იყო, სადაც ინტერნეტი იყო შეყვანილი. ჩვენ სამუშაო იყო უბრალოდ კოორდინატორების სია თუ იქნებოდა შემეტიარება.